უმნიშვნელოვანესი პროცესები კი მიმდინარეობს უკრაინაში და ცხადია ჩვენი ყურადღების ცენტრშია უკრაინა, რუსეთის აგრესია იქნება და როგორმე დასრულდეს ეს კონფლიქტი, იქნება დასრულდეს სამართლიანად, იქნება და უსაფრთხოების ის გარანტიები, რომლებსაც მაღალი ალბათობით მაინც გასცემს კოლექტიური დასავლეთი იყოს დამაკმაყოფილებელი კონკრეტულად უკრაინისათვის და ასეც ვფიქრობთ ხოლმე, ასეც ვამბობთ ხოლმე, რომც არ იყოს უსაფრთხოების ამ გარანტიებზე თანახმა რუსეთი და თანახმა ალბათ მართლაც არ იქნება, თავარია რომ უკრაინის მოდი მაინც ვთქვათ თუ გნებავთ ასე დარჩენილი ტერიტორია იყოს დაცული კოლექტიური დასავლეთის მიერ, შეერთებული შტატები ჩაერთვება პირდაპირ თუ ჩაერთვება ირიბად, ცას დაიცავს შეერთებული შტატები თუ მიეხმარება ევროპელ ნატოელ მოკავშირეებს, ხო თურქეთი როგორ ჩაერთვება ამ პროცესში, თუ ჩაერთვება საერთოდ და ალბათ მაინც ჩაერთვება, როგორი იქნება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების როლი და მისია აქ. ცხადი არ გულისხმობ უნგრეთს, იმიტომ რომ ის დროა ცხენია ევროპის შუაგულში არა, აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეული სლოვაკეთსაც არ გულისხმობ, მაგრამ ჩეხეთს, პოლონეთს, ბალტიის სახელმწიფოებს კი ნამდვილად როგორი პოზიცია იქნება გერმანიას, იქნება თუ არა ის თანმიმდევრული, თუ ემანდ მერკელიადის გზას დაადგება მერცირაშიც მე პირადად ეჭვმეპარება, მაგრამ მაინც თუნდაც შოლციზაციის გზას, ანუ შოლცის გზას, როგორი იქნება მაკრონის პოზიცია, მით უფრო რომ მას შიდა ოპოზიცია საკმაოდ უმძლავრდება, მოდი ვიტყვი ასე, იტალიის პოზიცია როგორი ბევრი საკითხია და უკრაინისკენ არის ჩვენი მზერავი პრობილი, ასეც უნდა იყოს, მაგრამ პარალელურად მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც დღევანდელ არეულ მსოფლიოს ერთგვარად მიგვანიშნებს, რომ თუ დალაგდება ეს მსოფლიო იქნება ამგვარი, ან იმგვარი, როგორი პროცესების მიმდინარეობს მსოფლიოში, სხვა სივრცეებში და აი ყალიბდება თუ არა მეორე უმძლავრესი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული ცენტრი. ეს არის ალბათ მაინც მთავარი კითხვა და მთავარი კითხვის პასუხი, ერთგვარი პასუხი მაინც მთავარ კითხვას ერთგვარი პასუხი მაინც გასცეს ლიდერებმა, არა დემოკრატებმა, მაგრამ ლიდერებმა შეკრებილებმა ჩინეთში ტიანძინის სამიტზე და იქ ითქვა მთავარი წინადადება, რუსეთზე ოდნავ მოგვიანებით ვილაპარაკოთ, ეს წინადადება არის ამგვარი, ახლა ის დროა, დრაკონი, ანუ ჩინეთი და სპილო, ანუ ინდოეთი ერთად დადგნენ და იგულისხმება ცხადია გეოპოლიტიკურ საკითხებში, გეოსტრატეგიულ თემებში ჰქონდეთ პოზიციათა თანხმედრა და გლობალურ თუ კოლექტიურ დასავლეთს ასეც შეუპირისპირდნენ. პეკინი უმძლავრესია, რასაკვირველია, დელიც, რასაკვირველია, უმძლავრესი ქვეყნის დედაქალაქია და ამ ყველა მორეულს თუ მიეტენება სხვა, უკაცრავად მისათვის ეს მიეტენება რო წარმოვთქვი, შეიძლება მართლაც არ არის კარგი ან სწორი შერჩეული ზმნა, მაგრამ თუ მიეტენება სხვა მესამე და მიეტენება რასაკვირველია პუტინი, აი ამ სამთა კავშირი იქნება, აი ამ სამის კავშირი, ეს სამის კავშირი იქნება რასაკვირველია უმძლავრესი, რასაკვირველია უმცროსი ძმა ამ ყველაფერში არის რუსეთი, რომელსაც ჩინეთი პირველ ყოვლისა იყენებს საიმისოდ, რომ უკრაინის კონფლიქტს, რომ ეს არსებობდეს ერთგვარი ბუფერული ზონა დასავლეთსა და ჩინეთს შორის და ყურადღება გადატანილი იყოს სწორედ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე და ის არც ამარცხებინებს, აი ასე ვიტყვი, ხო, არც უწყობს ხელს დასავლეთს, რომ დაამარცხონ რუსეთი, მაგრამ არც იმას აკეთებს, რომ რუსეთმა საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვოს უკრაინაში, მით უფრო რომ იცის, რომ საკმაოდ ძლავრ დასავლეთთან უწევს შეპირისპირება, მაგრამ ჩინეთი მოკლედ ამ ომის გახანგრძლივებით არის დაინტერესებული ამასობაში ინდოეთის შეყვა და აი ამ ალიანსში და თქმა იმისა, რომ ახლა დრაკონი და სპილო ერთ პოზიციაზე ერთად დადგნენ, ნათელი დასტურია იმისა, რომ ამ მიმართებით მაინც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკამ ერთგვარად ყოველთვის ამ ეტაპზე მოდი ვიტყვი ასე განიცადა კრახი და ის რომ შეერთებულმა შტატებმა მისმა დღევანდელმა ადმინისტრაციამ საკმაოდ კარგი ურთიერთობა დაიწყო განაახლა ინდოეთთან და თითქოს ცდილობდა რომ აი ამ ალიანსში არ შესულიყო ეს ალიანსი არც გაფორმებულიყო ჩინეთსა და ინდოეთს შორის
უკვე შემდგომ პერიოდში შეერთებულმა შტატებმა გადაძაბა განსაკუთრებით სატარიფო ომის კუთხით ინდოეთთან ურთიერთობები და ეგონა რა რომ ინდოეთი ამის შედეგად მისეული გაგებით ადეკვატური სახელმწიფო იქნებოდა, ადეკვატური იქნებოდა მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მაგრამ ინდოეთმა დელი მიპოვა გამოსავალი და მიუხედავად იმისა, რომ მას უამრავი პრობლემა აქვს, მათ შორის ტერიტორიული პრობლემებიც აქვს. ჩინეთთან ამის მიუხედავად, ახლა უკვე იმზნას აღარ გავიმეორებ, მაგრამ ერთგვარად გააფორმა შეთანხმება მოდი საერთო პოლიტიკის წარმოების თაობაზე. სწორედაც რომ პეკინთან ამ სამ სახელმწიფოს, ანუ დამატებით მიტენილ რუსეთს და ინდოეთს და ჩინეთს თუ დავუმატებთ აღმოსავლეთის, გლობალური აღმოსავლეთის რამდენიმე მნიშვნელოვან სახელმწიფოს, მათ შორის პაკისტანს, რომელიც ბირთვული სახელმწიფოა, რომელსაც ინდოეთთან ასევე აქვს პრობლემები, მაგრამ პრობლემები მოდი ესე ვიტყვი გადადებულია. თუ დავუმატებთ ამბიციები, რომ მოეძალება გარკვეული პერიოდის შემდეგ იმ ირანს, რომლის ლიდერიც იმყოფებოდა ჩინეთში, თუ დავუმატებთ ცენტრალური აზიის ალბათ მაინც ხუთივე სახელმწიფოს, რომლებიც იქ არიან უმეტესწილად, სადაც ჩინეთია და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თურქეთის პოზიცია, მოდი ესე ვიტყვი, თუ დავსმამთ კითხვის ნიშნებს თურქეთის ბრძენი ლიდერის ერდოღანის პოზიციასთან დაკავშირებით და შევეჭვდებით, რომ ემანდ თურქეთი ევროპის არაადეკვატურ, შესაძლო არაადეკვატურობის გამო შეიძლება სწორედ უფრო აღმოსავლეთისკენ გადაიწიოს და არა დასავლეთისაკენ, ისი ალბათობაც მაღალია, თუ ევროპა იქნება არაადეკვატური და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა თურქეთთან მიმართებაშიც განიცდის კრახს, იმიტომ რომ იქ უამრავი საკითხია, მათ შორის ისრაელთან თურქეთის ურთიერთობები და ახლო აღმოსავლეთში დომინანტის მისიის აღება, რომელიც მისია ვინ უნდა იყოს ეს თემა, ანუ ისრაელმა თუ თურქეთმა და თურქეთს ცხადია აქვს თავისი ამბიციები, თუ ამ ყველაფერს მივიღებთ ხედულობაში, ჩვენ უნდა ვთქვათ, უნდა ვაღიაროთ, რომ გეოსტრატეგიული ცენტრი როგორც ასეთი ფუნძდება. ჩინეთსა და ინდოეთს უფრო მეტი აქვთ გასაყოფი, აქ გითხარით, ვიდრე საერთო და ეს რასაკვირველი არის სადაო ტერიტორიები, მე მხოლოდ რამაგის პასუხია და მხოლოდ ქაშმირსაც არ გულისხმობ, იქ სხვა ტერიტორიებზეც არის საუბარი. ეხლა ისმის კითხვა, თუ ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური კრახი, რას უპირისპირებს შეერთებული შტატები ამ გარდაუვალ მაინც ასე ვიტყვი სამთა და კიდე მეტთა შესაძლოა გარდაუვალ ალიანს, რომელიც მძლავრი იქნება როგორ პოლიტიკას. ეხლა უპირისპირებს, ეხლა ჩვენ ვიმსჯელოთ იმაზე, რომ კონვენციურ შეტევით პოლიტიკას დაუპირისპირებს ტრამპის ადმინისტრაცია, მეთქი რასაკვირველია გულუბრყვილო იქნება ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება ამ სახელმწიფოებზე ასევე იქნება რთულად განსახორციელებელი. ამას ღიად ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს ცხადია ბევრი ეკონომიკური ბერკეტის განხორციელება შეუძლია, მაგრამ არც ისინი არიან სუსტები, განსაკუთრებით ცხადია ჩინეთს და ასევე რასაკვირველია გულისხმობ ინდოეთს, ხო? ჩინეთი ამ ბოლო 15 წლის განმავლობაში მაინც უნდა ღიად თქვათ ძალიან მომძლავრდა და თუ ამ 20 წლის წინ დაახლოებით ან ცოტა მეტი წლის წინ მას ჰქონდა soft, ანუ რბილად საგარეო პოლიტიკური ვექტორების და მეტწილად ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედების შესაძლებლობა და არა უმეტეს, ახლა ის უკვე აფიქსირებს პრაქტიკულად ღიად, რომ ის არა მხოლოდ ეკონომიკური მძლავრი და უმძლავრესი მოთამაშეა, არამედ ის არის სამხედრო პოლიტიკური უსაფრთხოებისა და სამხედრო მიმართულებით მოთამაშეც კი, რომელსაც აგე შეუძლია რომ საკუთარ დედაქალაქის გარშემო, თავის გარშემო შემოიკრიბოს ისეთი ქვეყნები, როგორც არის ინდოეთიც კი, რომელთან დაკავშირებითაც აქ გითხარით არის პრობლემები წარმოქმნილი არის და მეტწილად ალბათ მაინც შეერთებული შტატების ბრალი. ჩინეთისაგან განსხვავებით რუსეთთან მიმართებით მზარდია, ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია რუსეთში ხო ძალიან მძლავრია, მაგრამ ინდოეთის ეკონომიკური ექსპანსიაც საკმაოდ მძლავრია რუსეთში არის ეს განსაკუთრებით ურალს იქით, ხო? არის სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები, რომლებიც სხვა შორის არც ჩინეთს აკლია, დემოგრაფიული პრობლემები და დემოგრაფიული ექსპანსია. ჩინეთი დიდი ტერიტორიაა, მაგრამ ჩინეთში 1.8 მილიარდი მოქალაქე ცხოვრობს და ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობით ყოველთვიურად, მოდი მაინც ასე ვიტყვი, გადადიან რუსეთის ტერიტორიაზე და ფუძნდებიან. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია პუტინს რომ
შორსმჭვრეტელობა ჰქონდეს, ის შესანიშნავად უნდა ხდებოდეს, რომ ვილიკაია რაცია როგორც ასეთი, მის ტერიტორია ვეება ტერიტორიაზე მარცხდება უფრო აღმოსავლეთით და არა უკრაინაში. შეერთებული შტატების იქს ჰქონდა იმედი, რომ რუსეთიც კი არა თუ ინდოეთი, არამედ რუსეთიც კი დაუძვრებოდა ჩინურ გავლენებს, მაგრამ დასრულდა და ეს ასე არ მოხდა და პირიქით რუსეთმა, რომელიც ვერ იტანს ეგრა მაგის პასუხია, ასაკვირველია გლობალურ დასავლეთს, შეერთებულ შტატებსაც და ევროკავშირის სივრცესაც, რუსეთმა სწორედაც რომ აღმოსავლეთით აიღო ორიენტაცია და ზურგს უკან დაიყენა ჩინეთი და მისი ლიდერი სინ ძინპინი. ეხლა რატოა საქართველოსთან მიმართებაში ეს საინტერესოა, მაგრამ ვიდრე ამაზე გადავიდოდე და ორ სიტყვას ვიტყოდე, მანამდე კიდევ ორი სიტყვა ოღონდ სხვა თემაზე, ახლა შეერთებული შტატებისათვის თუ ეს ასე ყალიბდება, ანუ მოდი მაინც ერთ წამს დავარქვათ, ერთგვარი ცივი ომი იწყება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, შეერთებული შტატების ამ ადმინისტრაციისათვის მათ შორის პრინციპულად მნიშვნელოვანია არა გადმობირება რომელიმე სახელმწიფოს ინდოეთის ასე მაგალითად რაც პრაქტიკულად შეუძლებელია ჩინეთში გამართული სამიტის შემდეგ, არამედ გადმობირება კი არა საბოლოო შეკრა ევროკავშირთან, მათ შორის უკრაინის კონტექსტშიც და უკრაინის კონტექსტზეც და ის ფრთხილი დამოკიდებულებები ან ერთგვარად ფრთხილი, ერთგვარად თავშეკავებული დამოკიდებულებები შეერთებული შტატებისა და მათ შორის განცხადებები მის თაობაზე, რომ ჩვენ ხელს დავიბანთ, ან ჩვენ პირდაპირ არ მივიღებთ მონაწილეობას კონფლიქტში და არც უნდა მიიღონ რასაკვირველია კონვენციურ კონფლიქტში რუსეთთან შესვლა უკრაინის ტერიტორიაზე, რასაკვირველია ძალიან ცუდი იქნება საერთოდ ნებისმიერი კონვენციური კონფლიქტი სახმელეთო ოპერაციებს გულისხმობ, იქნება ძალიან რთული, მაგრამ ევროპასთან მეტი მჭიდრო ურთიერთობა და მეტად დალაგება ურთიერთობისა უკრაინის კონტექსტში და ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში გარდაულა და აუცილებელია, რომ დასავლეთმა გაგიკვირდება და აი როგორი წარმოსათქმელია ესეც წინააღმდება წარმოთქმას დასავლეთმა როგორღაც უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და არ დამარცხდეს ამ აღმოსავლეთთან ამ გლობალურ დაპირისპირებაში. ხო, ღარისი თქმა შეიძლება, რასაკვირველია რუსეთი იმის გათვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ რუსეთის მიმართ დაწესდება მეორადი სანქციები, უბრალოდ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ივაჭრებენ და ვაჭრობენ რუსეთთან ნავთობითა და ბუნებრივი აირით, ხო, ეს რთული დარტყმა რასაკვირველია რუსეთისათვის, მით უფრო რომ ევროკავშირთან პრაქტიკულად შეწყვეტილი ექნება მას ურთიერთობები და შეერთებულ შტატებთან პრაქტიკულად ისედაც შეწყვეტილი აქვს, მაგრამ ჩინეთისა და ინდოეთის ბაზარი ადეკვატური ბაზარი რუსეთის ენერგორესურსებისათვის, რასაკვირველია მისთვის, ანუ რუსეთისთვის ერთგვარი შვება, ამიტომაც იყო პრეზიდენტი პუტინი ესოდენ გაბადრული. ახლა ისმის კითხვა რა მდგომარეობაში ამასობაში მთლიან კავკასიის რეგიონი და რა მდგომარეობაში ამასობაში უფრო გლობალურად თქვა უკრაინას და კონკრეტულად საქართველოს თუ ასე ვიბჯელებთ. ბიზნა ივანიშვილისთვისაც მაშველი რგოლია ამგვარი შეთანხმები, ამგვარი გლობალური შეთანხმებები, იმიტომ რომ თუ დასავლეთი ახლა აწვება და ეუბნება ან მომავალში მიაწვება და ეტყვის რომ შეუნთან უნდა იყოს მეტი და მეტი დემოკრატია და შეუნდა იყოს პროამერიკული სახელმწიფოს, თუნდაც არაფორმალი მმართველია, თუმცა ვინ დატოვებს ამ შემთხვევაში ბიზნა ივანიშვილ არასანდო კაც არაფორმალ მმართველად, მაგრამ მაინც თუ ეს ნარატივია, ეს გზავნილები პირდაპირ თუ ირიბად ისმის ვაშინგტონიდან თუ ბრიუსელიდან თუ ევროპის სხვა ქალაქებიდან უკვე ამ ალიანსების გაფორმებისა და მით უფრო გაღრმავების შემდეგ ბიზნა ივანიშვილს შეიძლება იმის თქმა პეკინისთვის, მოსკოვისთვის თუ დელისთვის, რომ მეც აქავარ, მით უფრო რომ გეოსტრატეგიული თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი მდებარეობა აქვს საქართველოს და შუა დერეფლის ის ნაწილი ყოველ შემთხვევაში, რომელიც ამერიკელთა ინტერესის ქვეშ ვერ მოექცა ამერიკელთა გამო ჩვენი შეთავაზებების მიუხედავად აქ ყაველაშვილს მისწერა წერილი და კობახიძე ხო საერთოდ აიკლო მოგხედეთ ჩვენ და ამ შემთხვევაში ბიზნა ივანიშვილი ასაკვირველი აჩქარებს ჩინური ინვესტიციებით მაგალითად ანაკლიის პორტის მშენებლობას და რასაკვირველია პირდაპირ თუ ირიბად შემოხავს რუსული კომპანიები, რომლებიც აქ კიდევ უფრო ქსუვდებიან, სუქდებიან და ასე შემდეგ, თუმცა აქვე ვიტყვი და გამოცდილებაც ამას გვიდასტურებს არა მხოლოდ თეორიული გზავნილები ჩემი თუ სხვათა, არამედ გამოცდილებას გვიდასტურებს, რომ რუსული კაპიტალი არის პოლიტიკური კაპიტალი და ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთი იყენებს ნებისმიერ მის კაპიტალდაბანდებას რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე თავისუფალ ქვეყანაში საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ბიზნა ივანიშვილის ამოცანა, მოკლე მხედველობითი ამოცანა არის ის, რომ ახლა ნავსაყუდელი, ახლა დასაბანებელი, ახლა ღუზა ჩასაშვები, როგორღაც იპოვოს სწორედ პეკინი, დელი
პეკინიდელი მოსკოვის ალიანსში თუ ალიანსთან, სხვა საქმეა ამის შესაძლებლობას მისცემს თუ არა მას კოლექტიური დასავლეთი, ანუ მიაწება თუ არა ისე რომ ბიზნეიმაშვილი ვერ გაძვრება ამ მიწოლის შედეგად და გაგიკვირდებათ და ვიტყვი ასე ისცემს თუ არა ჩინეთის ლიდერობით არსებული ალიანსი, კონკრეტულად ჩინეთი თუ გლებავთ ასე ვიტყვი, ამ გაძრობის ჩინეთთან მიკედლების შესაძლებლობას, იმიტომ რომ საქართველოს შეიძლება რუსულისთვის ალბათ მოგიბოდიშებდით, რომ წარმოვეთქვა სიტყვა, მაგრამ გაცვლითი მონეტა იყოს, თუ კარგად ხსნი, ანუ როდესმე დიდი ბიჭების სინძინპინისა და ტრამპის ან მომავალი პრეზიდენტის მსჯელობაში შეიძლება ჩინეთმა სულაც არ გამოიხედოს საქართველოსკენ, ოღონდ ესეც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის თურქეთის საომავლო პოზიციებზე, მე მაინც ვიმედოვნებზე მეტი მე მგონია რომ თურქეთი იმდენად სერიოზულად არის ჩართული კავკასიის პრობლემების მოგვარებაში, რომ თურქეთი და შეერთებულ შტატებში მოგვარდა ეს პრობლემა, ისიც თქვენ, თურქეთი ასე იოლად არ გადასკუპდება მეოთხე მოთამაშედ ჩინეთ-ინდოეთი რუსეთის ალიანსში, თურქეთი საკმაოდ მძლავრი სახელმწიფოა, მას სურს ეს პანთურქული გავლენების გაფართოება ერდოღანს კონკრეტულად ამ თურქეთიდან აღმოსავლეთით, მათ შორის ცენტრალური აზიის მიმართულებითაც და მოცემულ ეტაპზე ეს მოხერხებული არ არის, ეს არ შემდგარი პროექტია, ჩემს არც არასდროს არ შედგება, მაგრამ მე უბრალოდ მინდა ახსნა რომ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და თურქეთი უფრო რეგიონალური პირველი მოთამაშის როლს დაყაბულდება, თუმცა იქ ისრაელის პრობლემაც არის, მგონი ამაზე გავამახვილე პრობლემა თუ საკითხიც არის, დარჩება რეგიონული მოთამაშის როლში, ევროპასთან დაახლოებული და ნატოს წევრი არ დაგვაუწყდეს. ესეც ამასობაში კიდევ რაღაცეების თქმა რასაკვირველია შეიძლება მაგალითად იმის თქმაც შეიძლება რომ ბევრი რამ შეიცვლება თანდათანობით სოფლიოში და მათ შორის რეგიონში. საქართველოზე ორი სიტყვა თქვი და რეგიონზეც თქვი, ორი სიტყვა რუსეთი რასაკვირველია კავკასიის რეგიონში რევანშის აღებას ეცდება, მით უფრო უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ გამოდის. ამგვარი რამ რომ 2030 წლისათვის ევროკავშირი ფართოვდება, გვინდა არ გვინდა რასაკვირველია, მაგრამ თუ ამ დინამიკით ვიმსჯელებ და ბიზნიადის პირობებში ევროკავშირი ვერ ფართოვდება საქართველოს ხარჯზე, ანუ საქართველოს არ არის შინი. საქართველო თუ არ არის, მე ახლა ცოტა სკეპტიკურ დამოკიდებულებას გავუხატავ, სწორი პოზიციების მქონე ერევნის და გადაც სომხეთის და მისი ლიდერის მიმართ საქართველო თუ არ არის, მას თუ არა აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან და არა აქვს მოცემულ ეტაპზე, იმიტომ რომ თურქეთიც არ არის ევროკავშირის წევრი, ხო? და რომც არ კონდეს სახმელეთო საზღვარი, საქართველო თუ არ არის ევროკავშირის წევრი, როგორც ასეთი სომხეთიც ვერ არის, მეთქი, აზერბაიჯანს კი არ აქვს ეს დიდი წიაღსვლები, მაინც და მაინც ბევრი რამ არის დამოკიდებული ევროპაზე, ევროპელ ლიდერებზე, ძალიან ბევრი, არა მხოლოდ ტრამპზე, არამედ ევროპელ ლიდერებზე, როგორ ითამაშებენ ისინი თურქეთთან ამ პროცესში ბევრი რამ არის დამოკიდებული, გადაგვირდებათ და ისრაელზეც როგორ დაასრულებს, ნახეთ, აი ძალიან მნიშვნელოვანია მისი ოპერაცია ღაზის სექტორში და არა მხოლოდ როგორ მოაგვარებს ის პრობლემებს, რომლებიც შექმნილია ახლო აღმოსავლეთის იმ სივრცეში, რომელშიც ისრაელი რასაკვირველი უმძლავრესი სახელმწიფოა, ბევრი რამ არის დამოკიდებული, გაგება ზუსტი ინფორმაციისა ვიცოდეთ ჩვენ რა მდგომარეობაში არის ირანის ბირთვული პროგრამა და აღდგენადია თუ არა, ისმე მესმის რომ ბიორის ფირითმა დაბომბა ფორდო და არა მხოლოდ ფორდო და ჩვენ ყველანი აღფრთოვანებით შევხვდით ამ ყველაფერს მივესალმეთ, მაგრამ აი ცნობები იმის თაობაზე რომ პრინციპში არა 3, არამედ 6, თუნდაც 8, თუნდაც 12 თვე დასჭირდება ირანს იმისთვის რომ საწყის პოზიციებს დაუბრუნდეს. ხო, ეს ცოტა დამზაფრავი ინფორმაციებია, მე ამ ინფორმაციებისა მაინც და მაინც არ გჯერა, მაგრამ მაინც და აი ხა უცნაურად უნდა ვთქვა, მე ვისურვებდი რომ ამ ბირთვული პროგრამის აღდგენის შემთხვევაში შეერთებულ შტატებმა არა 2, არამედ 17 ბიორი უხეშად ცხადია ბიორის ფირითი ისროლოს კონკრეტული ობიექტების მისამართით, საერთოდ ვისურვებდი რომ რეჟიმ ჩეინჯზე წასულიყო შეერთებული შტატები და კოლექტიური დასავლეთი, მაგრამ ამას თავისი სირთულეებიც რასაკვირველია ჰქონდა და აქვს. ბევრი რამ არის დამოკიდებული პაკისტან-ინდოეთის ურთიერთობებზე და ასე შემდეგ და ასე ცალსახად იმის თქმა, რომ დასავლეთს ჩაანაცვლებს ჩინეთი, შეიძლება არც იყოს აზრიანი თქმა, შეიძლება ჩინეთმაც ისევე როგორც დასავლეთმაც მიგვატოვოს და ესეთი
გვიმრებით გადაფარული ტერიტორია იყოს საქართველო, ანუ მიგდებული ყველა გლობალური მოთამაშის მხრიდან თუ მიერ და გამოყენებული თუ ფეხსალაგი რეალურად რუსებისათვის, რომლებიც აქ იცეკვებენ და იმღერებენ და იზისკანნაია გრუზინსკაია ვინოს დალევენ და ელარჯს გაწელენ. მაგრამ ეს სამომავლოდ მე მინდა ვთქვა, რომ მეორე გეოპოლიტიკური ცენტრი პრაქტიკულად ყალიბდება, რომელმაც თქვა, რომ მე ტოლს არ დავუდებ შეერთებულ შტატებს, კოლექტიურ დასავლეთს, მე გავეჯიბრები და ვინ ვის ამას ვნახავთ. მე მგონია, რომ რასაკვირველია დასავლეთი გაიმარჯვებს ამ გლობალურ დაპირისპირებაში, მაგრამ დასავლეთს ეს რომ არ გაუიოლდება, ეს ფაქტია და ჩვენ უნდა ვიყოს დასავლეთთან, არა ჩვენ ეს მომლოდინეან მიჩუმებული პოზიცია კი არ უნდა გქონდეს, ჩვენ როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონის წამყვანი სახელმწიფო უნდა ვიყოთ სწორედ ეს რომ დასავლეთთან, რომ დასავლეთმა აქედანაც, ასე ვიტყვი, დაამარცხოს ბროტების ღერძები. ნახვამდის.